გაგეცნობით, მე ვარ ნინო მიქიაშვილი ობიექტივიდან და თქვენ ვიძანდებით. მეგახლავართ გიორგი ჩეულიშვილი. ბატონ გიორგი, რა აღმოაჩინეთ აქ? არაფერი ისეთი, ნასოფლარია გვიანი შუა საუკუნეების, როგორც ჯერჯერობით ნაპოვნი კერამიკული მასალები ჩანს, ალბათ მე-18 საუკუნის. მასალის საფუძველზე ასკვნით, რომ მე-18 საუკუნეა? დიახ, აი ნატეხებით გაჩვენებთ. დიახ, თუ შეიძლება მაჩვენეთ, კამერით ზამ. გამარჯობათ. ეს ქვევრის ჯირის ნატეხია. დიახ. ეს გახლავთ ხელადის ყურის ქვედა ნაწილი. ეს გახლავთ რაღაც მაღალი ქილისებური კულტურის. დიახ. ნატეხი. ესეც გაურკვეველია. არის კიდევ რაღაცაც უკვე წარებული მაგრამ პრინციპში არქეოლოგიურად კერამიკა ისეა შესწავლილი ჩვენთან რომ შეიძლება საუკუნის სიძველით მაინც ლაპარაკი. და ეს ადგილი აქ მოსწორებულიყო, როგორ აღმოაჩინეთ თუ შეიძლება რომ მომიყვეთ? განსაკუთრებული, ესე იგი ჩვენ დაგვიძახეს და გვითხრეს რომ ეს ტერიტორია უნდა შეისწავლოს. ნუ დავალება გვაქვს ასეთი არქეოლოგიურად. ზედაპირულად აი შეგიძლიათ ახვიდეთ დიახ. აგერ ჩანს. დიახ. ისით. დიახ. სადაც ნახეთ ადამიანის ხელით ჩადგმული აი რომ შეხედოთ ჩვენ ვიხდებით. იქ ჩავატარეთ სადაზვერვო სამუშაოები. სად? და ორგან არ აღმოჩნდა რაიმე განსაკუთრებული ნაგებობა, შეიძლება საქონლის სადგომია მოზღუდული. ამ ადგილას აი ხედავთ თქვენ რომ ფაქტიურად კომპლექსია. ორი საკმაოდ დიდი სათავსისაგან შედგება. და თქვენ დარწმუნებით შეგიძლიათ თქვათ, მე ამას რო ჩავიტან პირველ რიგში ვაჩვენებ არქეოლოგებს, ხელოვნებაცოდნებს, რომ ეს ნამდვილად ნამოსახლარი იყო? ერთადერთი რაც შემიძლია დაუეჭებლად გითხრა, ნასოფლარია ნამდვილად. ნასოფლარია. ნასოფლარია გვიანი ეკლესიის ნანგრევი რო იყოს გამორიცხავთ ამას. გამორიცხულია, მე მეგონა რომ აი გაჩვენებ თქვენ. დიახ, წამოვალ. დიახ. მეგონა და ვისაუბროთ და თან წამოვალ. მე ხარდა. დიახ. მოიხსენებათ ახლა ქართველი არქეოლოგები ისე ვარ განებივრებული რომ მე-18 საუკუნეში მე მაგალითად ასად არცავალ თუფუნ დავხარჯო და გავთხარ. ვახუშტი საკმარისია და ისედაც. თუ შეიძლება მითხარით ვინ დაგიძახათ და ვისი დაკვეთით ასრულებთ ამ არქეოლოგიურ სამუშაოებს? მე ესე იგი და სად მუშაობთ თქვენ არქეოლოგიურ ცენტრში თუ? ცენტრში მუშაობდი, აღარ მუშაობდი ოფიციალურად. თელავის უნივერსიტეტში მუშაობდი, შემოდგომიდან აღარ მუშაობ, აღარ მიღია მონაწილეობა, უკვე საპენსიო საკითხი ვარ და ამჟამად წარმოადგენენ დამოუკიდებელ არქეოლოგს. დიახ. ანუ RMG-ს დაკვეთით მუშაობთ ახლა, ხო? RMG-ს დაკვეთით, ხო, პირადად მე RMG-სთან ურთიერთობა არ მაქვს. მე მაქვს არქეოლოგიური ის არის რაღაც. კოტეფიცხელაურთან? არა, კოტეფიცხელაური კიდე ცალკეა ის უნივერსიტეტის წარმომადგენელი. ეს არის ვინმე გაგიშვილი, როგორც მე გავიგე და მე ამერიკაში ვარ, ვწდებათ არქეოლოგი და არქეოლოგის სამდეობაზე ასე ვთქვათ ერთი თვით. დიახ. და რამდენი ხანია რაც აქ თხრით? ჯერ ნახევარი ორი კვირა. ორი კვირა აქ თხრით. და რა იპოვეთ ამ ორი კვირის განმავლობაში? აი რასაც ხედავთ, აი ეს ნაგებობები და აი ეს ნატეხი. მხოლოდ ეს, მეტი არაფერი. და თუ შეიძლება მითხარით, აი ეს ოროთახიანი სახლი იყო, ორი სახლი გვერდ თუ როგორ არის? ეს არის ერთი კომპლექსი, რომელიც შედგება ორი სათავსოსაგან. აი შუაში გადატვირთულს არის ტიხარია და იმ დიდ სათავსოში ფაქტიურად უკვე მივედით იმ დასწრამდე, რომ საქონლის სადგომი უნდა იყოს, იმიტომ რომ წერა არ არის. ოჯახის საცხოვრებელში აუცილებლად უნდა იყოს წერა, მუდმივი წერა, ქვებით არის ხოლმე შემოწმებული და აი ახლა ამის იმედი გვაქვს, აქ ხედავთ, ტახტის პირა ტახტით გადასული და აი ნახევარ. და მე ახლა ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ აქ ცხოვრობდა ოჯახი, რომელსაც ჰქონდა ერთი სამყოფი თავში და გვერდზე ჰქონდა საქონლის სადგომი. ჯერჯერობით ამის მეტი, გვიან შუა საუკუნეებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ის კი არა, მე-20 საუკუნის დასაწყ 20-იან წლებში კი ჯერ კიდე ცალკეულ ესეთ განაპირა სოფლებში ხალხი ერთჯერ ქვეშ ცხოვრობდა. თქვენ გამორიცხავთ, რომ უფრო ქვევით რო წახვიდეთ, ნახოთ უფრო გვიანი ფენები?
გვიანი თუ ადრინდელი? ადრინდელი მოვადიეთ. აი რა თქმა უნდა, საქართველოს მიწაზე არაფერი არ არის გამოიწვეული, ხშირად მინახავს გვიან ბრინჯაოს და ადრე ბრინჯაოს ხანამდე ჩავსულვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ არის ბუნებრივი კლდე. ხედავთ? აი ამ სულიგო. დიახ, ხედავ. ამიტომ აქ აი კონკრეტულად ამ ტერიტორიაზე ქვედაფენები გამოიწვულია. შეიძლება საერთოდ ახლა იმ დროს ის იყო კახიანი იყო. მას ეს ხარ დაზვერίζებდა. და სააგენტო თუა საქმის კურსში აქ რაც ხდება. რა თქმა უნდა, მე და რა პერიოდულობით ჩამოდიან აქ 2 კვირაა თხრით? არა, სააგენტო და ჩემთან არავინ არ ყოფილა. არავის არ უნახე აქ რა ხდება. არა, იყვნენ ახალგაზრდები. ახალგაზრდები იყვნენ ხაგამახსენდა იმასთან კახიანთან და დმანიში მიდიოდნენ, რაღაც ცნობა ჰქონდათ იგზელების დაზიანებისა. და მასთან 2 ახალგაზრდა იყო, მაგრამ თან არ უხდიათ და მეც არ მიკითხია, მე ახალს გამაველაპარაკე სააგენტოს თანამშრომლები არიანო ახალგაზრდა. და ჩემთან ოფიციალურად არავინ არ წარმოდგენილა და არავის არაფერი დიახ. არ მოუწოდია. კარგით და კიდევ სადაპირებთ არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებას ამ ტერიტორიაზე? ამ ტერიტორიაზე ჩვენ მუშაობთ მეორე რაზე მუშაობ სამაროვანზე აი აქ. შეიძლება რომ ანახოთ მე. რა თქმა უნდა. დიახ. ამითი ჩვენი კონტრაქტი მთავრდება აი ამას. როდის ასრულებთ სამუშაოს? 20 მაისამდე გვაქვს ჩვენ. 20 მაისამდე კიდე სიღრმეში რო ნახოთ რა ხდება, მე რა მოხდება? მე უკვე რომ აქ არის კლდოვანი ფენები, ამიტომ გამორიცხული ამათ. აქეთ მხარეს, სად? აქეთ მხარეს აი ნახეთ, რამდენიმე წელი გავავლეთ. დიახ. და აბსოლუტურად ეს ბორცვი შედგება მთლიანად კლდოვანი. და საერთოდ თუ გამოჩნდება რა იგი, მე კონტრაქტს ვაგრძელებთ. ეს ძველი პრაქტიკაა, ჯერ კიდევ ჟინვალგესთან მუშაობდი მე და ისე რომ რაღაცას ვახცევთ ხოლმე რა ძეგლების გადარჩენის თვალსაზრისით. ჩვენ ვართ ექიმები, რომელსაც დაუძახეს ავადმყოფი. აი როგორ აფასებთ საყდრის საფეთქებას, როგორც არქეოლოგი თქვენ? როგორც არქეოლოგი მე საერთოდ ძეგლის საფეთქების მომხრე არ ვარ. აფეთქების მომხრე არ ვარ. არც არ მგონია რომ ვინმე იყოს ეს თავის. მე ჯერ არ მინახავს. რატო თქვენი კოლეგები ამის აფეთქებას და განადგურებას დღემდე ამართლებენ? ხო, არ ვიცი, მე არ მომისმენია. მადლობა. ეთქვათ რომ ძეგლის აფეთქების მომხრე ძალიან. არა, ეხლა რო ამბობ, არაფერი არ არის, უნდა დაინგრესო და შემოსავალი ჭირდება ქვეყანასო, აფეთქებას და განადგურებას ნიშნავს ეგ. არა, ამბობენ რომ ძეგლის გადატანა უნდა მოხდეს, ძეგლის. არქეოლოგი ხართ ეხლა და მითხარით რო არ ეფეთქებინათ საყდრის როგორ გადაიტანდნენ? რაერად? არა, არ ვიცი, მე არქეოლოგი არა ვარ ვალდებული რომ ვიცოდე ამ ხელამთის გადატანა, რომ ეს მას ტექნიკოსები ასრულებენ. ჩვენ მხოლოდ არქეოლოგიურ გათხრებს და არქეოლოგიურ შესწავლას. ჟინვალში ძეგლები გადაქონდათ, სპეციალისტებს გადაქონდათ. შეგიძლიათ ნახოთ იქ ეკლესიების სამაროვანი. რო ერთი ეკლესია გადატანილი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. დანომრილი ქვებით და ასე შემდეგ. არქეოლოგებთან გადაქონდათ სპეციალისტები. დიდი მადლობა. არაფერს. თქვენს ბალიჭელები ხართ ბავშვებო? რამდენი ხანია რაც აქ მუშაობს? 4 დღეა. თქვენ ხო არაფერი გიპოვიათ აქ? კი, სამარხები ვიპოვნე და სად? ზემოთ. აქ არ არის ზემოთ. საყდრისთან უფრო ახლოს? აი აქ. როგორი სამარხები იპოვეთ? რა ვიცი. ჩვეულებრივი. რამოდენიმე სამარხი იყო მეტი არ იყო. და შიგნით მიცვალებულს რაიმე ჰქონდა ჩატანებული? და რა პერიოდის სამარხიაო რა თქვეს? 3 საუკუნის წინ, მე-18 საუკუნე. მე-18-ო? დოდო. მოვიდნენ ჩვენი ვასკაცები. თქვენ მაპატით. მე მეგონა აქ ის მუშაობდა ის იყო. სამარხების. მაჩვენეთ რა სამარხები. აი აგერ არის. რატო პოლიციას გამოუძახეთ? ბატონო გოგა, გამარჯობათ. მიდით აურეკეთ. ქალბატონი ნინო მიქიაშვილია მოსული თავის მეგობრებთან ერთად და სალიცენზიო ტერიტორიის ზღვარს არგვევენ. მაჩვენეთ თქვენი დოკუმენტები, რომ აქ გავლა მე მეკრძალე. რეაგირება გავაკეთოთ რა.
ბატონ გოგაც კი არ უნდა დაურეკოთ 112-ში უნდა დარეკოთ. ხო 112-ში კი ბატონო, კი ბატონო. კი ბატონო, დაარეკეთ ახლა 112-ში. კაი, ახლა რა მოგივიდა სამარხის ნახვა მინდა, რა გჭირთ ახლა? სალიცენზიო ტერიტორია აქვს, თხოვთ, დატოვოთ. დოკუმენტი მაჩვენეთ, რომ მე ჟურნალის საქართველოს მოქალაქეს მეკრძალება გადაადგილება. აბა მაჩვენეთ დოკუმენტი დოკუმენტი. თან არ მაქვს. მოიტანეთ აქ დაგელოდებით. მოიტანო? წაბძანდით. დატოვეთ ტერიტორია. არ დავტოვებ, მე პოლიციას გამოვძახე 112-ში დავრეკე და ველოდებ მართლა დიახ. პოლიცია მოვიდა. მეც სად არის აბა პოლიცია? მობძანდა პოლიცია. სად არის პოლიცია? აი ახლა აი პოლიცია მითხრას გადიაქედანო. თქვენ არავინ არ ახართ, არ გაქვთ უფლება ამიგრძალოთ. არ უნდა მაგას, რა გაცინებთ? უნდა გავიცინოთ თქვენს ქმედებებზე. ეგ თქვენი საქმეა, ბოლოს ვინ გაიცილებს? აი მაგას ვნახავ, ბოლოს ვინ გაიცილებს? არ არის სოლიდური, არ ჟურნალისტური. ეს არ არის ნორმალური ქმედება და ქცევა, რასაც თქვენ აკეთებთ. აი რას ვაკეთებ? პოლიცია მოვიდა. მე რა პოლიცია რო ამოვიდა? თქვენ რასაც აკეთებთ? პოლიცია მითხრა სტადიო. მაინტერესებს რას ალბატონო ნინო. თქვენ რასაც აკეთებთ რა ჩარჩოში ჯდება? საქართველოს წარსული აფეთქეთ და ეხლა მე არ მაძლევ გადაადგილების უფლებას. აი გაიციეთ, პოლიცია მოვიდა თქვენთან საუბარი, მე არ მაინტერესებს. არა, მე მინდა შენთან საუბარი. მიბძანდით ახლა. მიბძანდი არა, შენ მიბძანდი, კაცო ახლა იგი დატოვე ჩემი ტერიტორია. არ დავ შენი ტერიტორია საიდან არის? კომპანიის ტერიტორია ბაბუამ დაგიტოვა? ბატონო აქ დგომა და გადაადგილება მეგრძალება? კარგად, თქვენ როგორ ბძანდებით? გაუმოჩს. ესენი ვინ არიან რომ იგრძალავენ არქეოლოგიური გააჩუმეთ რა თქვენ ხართ პოლიციის უფროსი შენ მე გამაჩუმეთ ვერაზოს აგერ ვნახავ სასამართლოში გნახავ და ციხეში გნახავ შენ და შენაი დაგირე გამარცალი ბატონ გოგა სამარხებია აღმოჩენილი კი ბატონო გავარ ახლა კანონს აქ რო ვდგავარ მითხარით დავრეკე მე 112-ში. მითხარი. უკვე დავრეკე. თქვენთან ჩატარდება შესაბამისი გამოკითხვა. აუცილებლად მოვალ. თქვენთან ისევ არა, ეხლა? კი, რა თქმა უნდა. ეხლა მე კანონს ვარღვევ? მე თქვენ არ გეუბნებით კანონს. მაშინ ესენი მიგრძალავენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და მიიღეთ შესაბამისი ზომა. მე ამიტომ დავრეკე 112. აი ეს ხალხი. დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ბატონო გოგა, მე აქ ჩამოვედი, რომ გადავიღო არქეოლოგიური გათხრების სამარხები და მე საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. ამათან სალაპარაკო დარჩა მოსულვარ. ბატონო ნინო, ბატონო გოგა, თუ ვარღვევ კანონს, მიმითითეთ გავდივარ, თუ არ ვარღვევ კანონს, მომეცით საშუალება, აი ეს ვინც ხელს მიშლის, მომცეს გადაადგილების საშუალება. მაგიტომ დავრეკე 112-ში. თორე ისე მოგესალმებოდით, შემოვიდოდი კიდევაც პოლიციაში, რა პრობლემა იყო? წამოვძანდით გამოკითხვის ოქმი. შევადგინოთ და იქ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ერთი წამი ახლა გადამიღო ახლა ჩემი სახე არ იცი? მამუკა იცი რა, ესენი მოვარდნენ ეს RMG და არ მაძლევენ გათხრების გადაღების უფლებას და 112-ში დავრეკე, მოვიდა პოლიციის უფროსი, მეუნება რომ კანონს არ ვარღვევ, მაგრამ წამოგძანდითო და ისო რა ქვია, ნუ მოკლედ გამოკითხვის ოქმი უნდა გააკეთონ პოლიციაში. როგორ მოვიქცე? არა, RMG-ს ამათ რო კითხო, მთელი ქვემო ქართლი ამათია, მაგრამ ეგ არ გვიფიქრე. თქვენ არ გელაპარაკებით. არანაირი უფლება არ აქვთ ამიგზავნა ერთ პოლიცია. თქვენ არ გელაპარაკებით. მამუკა, როგორ მოვიქცე? არ მელაპარაკება. მამიკო არ მცალია რა დამაცალი ცოტა ხანი მამიკო. კაი მამიკო არ მცალია. არა, არსად არ წერია, რომ შემოღობილია და დაცული ტერიტორია. საწერია, აბა. რა წერია ქვემოთ? არის. ქვემოთ ბევრი რამე წერია. არის, რომ ეს არის სალიცენზიო. მე გადაგიყე მე. არ ღვევთ თქვენ სალიცენზიო ტერიტორიას. შენ მოხვდებით ციხეში და შენ გაგასამართლებს მოსამართლე. ალბატონო ნინო. შენ და ყველა ხარ ციხის სამართლის დამნაშავე. დანაშაულობის პრეზუმციის კაბუტონია. რა გნებავთ თქვენ? ახლა რა გინდათ აქ? გამჩენი არ გასვენ. სალიცენზიო ტერიტორია და სალიცენზიო ტერიტორიაზე კი არა, შენ სასამართლოზე მოვალ, რომ გაგასამართლებენ კბილაშვილთან ერთად. ეკლესიის გვერდზე. მითხარით რა? რას აკეთებდით? მითხავიდან ამოვიღეთ და მეორე ადგილას დავმოვიდეთ. საიდან რა ადგილიდან ამოიღეთ? სადღაც ზევიდან დავამოვიდე. მაჩვენე რა ის საფლავი, რა ადგილას დამარხეთ? და
და ესე ძვლები როგორი საფლავებია? სამარხები ქვაყუთებს რო ეძახიან ის? ქვაყუთებს რო ეძახიან. და ქიშასევით აქ სამხატვრო და ჩვეულებრივად ჩაუტარდა რესტავრაციიდან და გადმოვიდა და რას ჩაუტარდა რესტავრაცია? ძვლებს გასუფთავება. ბევრი სამარხები ნახეთ? იქნებოდა 1-27 სამარხი მაქსიმუმ. და ზუსტად საყდრისის ძირში თუ რა ადგილას? კარიერის სადაც არის ცოტა იმის აქეთ. ქვედა მხარეს, გზის მხარეს თუ იქეთ ტყისკენ? ცოტა ტყის მხარეს. და რამდენი ხანია რაც ეგ აღმოაჩინეთ? ახალი დაწყებული მაქვს მე ზუსტად 3 დღეა დავიწყე მე თვითონ მუშაობა ზუსტად არ ვიცი რამდენი ხანი და ისე საერთოდ. მადლობა. ანუ დღეს გადმოიტანეთ ამ სამარხში იქედან ძვლები? კი, 27 სამარხი აღმოუჩენიათ, 27. ანუ აი ორ საყდრებთან რა ახლოს არის და ეს ადგილი დასამარხი თქვენ მოძებნეთ თუ როგორ იყო? თვითონ მამა მოძებნა. მამაო? მამა იაკობმა? მამა ნიკოლოზმა? აქ არის ახლა მამა ნიკოლოზ? წესიც აუგო? წესიც აუგო? როდის გაკეთდა ეგ? დღეს პარაკლისი ჩაუტარდა. დღეს პარაკლისი გადაიხადა? მადლობა დათო. შინეთო ხო ქვაყუთებში იყო? აი ეს ნეშტები და ქვაყუთები საწაიღეთ? თვითონ იქ დარჩა ეს ქვაყუთები ჩვეულებრივად იყო 5 წელი პატარა ბავშვის, ჩული ბავშვისა. და დანარჩენი იყო უკვე ახალგაზრდა ბიჭის წინ და ისინი გადმოვიდა. და აი ესე რო აღმოაჩინეთ არქეოლოგები რას ამბობდნენ, რომელი პერიოდის სამარხებიაო? ეს არის მე-7 ზუსტად. მე-7 საუკუნის? ვაიმე. არ დავბრუნდები. სალიცენზიო ტერიტორიაზე შედიხარ ნინო კიდე. გესმის? ისე მოხვედით. დიახ. ნინო, თქვენ შებრძანდებით კიდე ბრძანდებით სალიცენზიო ტერიტორიაზე. თქვენ დასალაპარაკეთ. არა, რას ქვია, არა გაწევით. გაწიეთ, რა ვიღებ. ბატონ გიორგი, რამდენი სამარხი აღმოაჩინეთ? არ ვიცი. და არ გიპასუხებთ არაფერს. რატო? ლაპარაკი არ აქვს დამთავრებული მთელ ქვეყანას მოძდით. თქვენ რაღაცამ რაღაც დაგავალა და ჩვენ გრევთ ახლა პროვოკაციებში. დაგვანებეთ, ჩემი გასაჭირი მყოფნის ამ ხნის კაცი დგევარ 20 საათი ვერზე ვუშაობ. და ვის რა უნდა დაევალებინა ბატონ გიორგი? ასე აგრესიულად რატომ ელაპარაკეთ? არ ვიყავი აგრესიული, მაგრამ თქვენ მოიქეცით ისე რომ აი და რა დაგიშავეთ? არ დამენახოთ თვალით საერთოდ. და რა დაგიშავეთ? შევიყარეთ ქვეყანა, ვინ აღარ მირეკავს. რატო გირეკავენ და მე რას გეუნებიან თქვენზე რაიმე ცუდი თქვი? ახლა ის ჩავაბარო ვირას მეუნება. რაიმე ცუდი გავაკეთე? მოგიდეკით და დაგელაპარაკეთ და თქვენ კიდე რაღაცა. მეც ანალოგიურად მოგიდეკით, ჟურნალისტი ვარ, კითხვები დაგისვით. ჟურნალისტი კი არა, მე ვიცი რა. თქვენ ამ ჟურნალისტებმა იცით ყველაფერს არის. ბატონ გიორგი, გამორიცხული არო აქ კელიები იყოს? ეხლა მეორედ მოვიდე და კიდე არ გოს ამ ტერიტორიაზე. კიდე არ გოს. ვის ელაპარაკებით თქვენ? კი, რა თქმა უნდა. ვაიმე, ვისთან რეკავთ? არაფერს არ ვარღვევ. პოლიციას რო უთხრათ და პოლიცია გააკეთებს რეაგირებას. მაცი არ რეკავენ 112-ში სხვანაირი დარეკვის წესი არსებობს. რამდენი სამარხი აღმოაჩინეთ? უშებ თავი დაანებეთ. წეგარები პატარა ბიჭები ეკითხები რომ რომელი პერიოდი ჩაიყო, რა უნდა იცოდეს ჟურნალისტებს. რატომ ეჩხუბებით? ვერ გავიგე, კაცო, ჩვეულებრივად მელაპარაკებით ეხლა. საქმე რო კონდეთ სერიოზული რაღაცა წახვილოდი გააკეთები. ეხლა რაიმე ცუც ვაკეთებ? დატოვეთ ტერიტორია ქალბატონო ნინო რა, ეს არის სალიცენზიო ტერიტორია. დატოვეთ ტერიტორია ქალბატონო ნინო. დატოვეთ ტერიტორია ქალბატონო